ოფიციალური მუნშერობა დღეს არის 14%, ახალგაზრდებში როგორც ასეთი აი 15-დან 30 წლამდე რო ავიღოთ, ეს არც ქვეყნდება, მაგრამ დაახლოებითი გამოთვლებით არის სადღაც 25-28%-მდე რა და ესეც უნდა გვახსოვდეს, ხო, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ძირითადად დაბალანსებად სამშრომაშია ჩართული, თუ კი აქვს საერთოდ დასაქმება. დღეს ისედაც მაღალია ისეთი ახალგაზრდების წილი საქართველოში, რომელიც არც უნივერსიტეტშია, არც სკოლაშია, არც მუშაობს, არც სხვა რაღაცა ასე ვთქვათ ინსტიტუციურ საქმიანობაში არ არის ჩართული, ხო? და ეს კიდევ უფრო გაიზრდება, ხო? და იმ დროს, როცა ისედაც ყველაზე მარგინალიზებული და ჩაგრული ერთ-ერთი ანუ საზოგადოებაში ახალგაზრდების ჯგუფი, ეს რეფორმა წლების მანძილზე, ხო, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩენს და მართლაც ისედაც უმწვავეს და ის უდიდეს მიგრაციულ ტალღას, ხო, რომელიც განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში, აი მე მაგალითად მასწავლებელი ვარ და ხშირად როცა უფროს კლასელებთან ვსაუბრობ, აი ძალიან ბევრი ადამიანი უფროს კლასელი 17, 18 წლის, 16 წლის უკვე რაღაც საუბრობთ გულახდილად, ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ვეღარ ხედავს თავის მომავალს, ბევრს ისედაც უკვე ოჯახის წევრი, ანუ ორივე მშობელი ან ერთი მშობელი მაინც ემიგრაციაში ყავს და ისედაც აქვს, ანუ ეს მეტნაკლებად შეაძლოება, რომ რაღაც წავიდეს იქ რაღაც ეძებოს რაღაცა უფრო განვითარების სხვა ეტაპი. და ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკვე აი სკოლის დამამთავრებელ კლასებში აქამდეც მე ვამბობ ეს ხლა 2-3 წლის წინ დაახლოებით და ამ რეფორმის შემდეგ მართლა უკვე ფიზიკურად აღარ იქნება ხო შეიძლება რომ აქ რამე რეალიზდეს რაღაც განვითარდეს ხო